დილან შვიდობის მოგესალმებით, ახალ სეზონს ვიწყებთ საკმაოდ მნიშვნელოვანი თემით, მით უმეტეს სამთო სათხილამურო კურორტები უკვე აქტიურ ფაზაშია, როგორც აღნიშნა დამსვენებლის რაოდენობაც სულ უფრო იმატებს და თოვლი ეს ის არის, რაც ვიცით რომ აქტიურებს მზის სხივებს. შესაბამისად, მოდი გავცეთ საჭირო რეკომენდაციები და დავიწყოთ თავდაპირველად იმით, რატომ არის აუცილებელი მზისგან დაცვა ზამთრის ცივ სეზონზე. მოგესალმებით, ჩვენ ამ თემაზე ხშირად გვისაუბრია. კარგია, რა თქმა უნდა, როცა ვიმეორებთ ხოლმე, იმიტომ რომ პაციენტების საზოგადოების სამედიცინო განათლების დონე ამითი ამაღლდება და ჩვენ რა თქმა უნდა აგიტაციას ვახდენთ, რომ ადამიანებმა გამოიყენონ მზის დამცავები. მზის დამცავის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ამით ვახდენთ არა მხოლოდ მაგალითად კიბოს, ანუ სიმსივნის პრევენციას, აქ არ არის საუბარი მხოლოდ კანის კიბოზე, არამედ სხვა ორგანოების კიბოზეც არის საუბარი და ამავდროულად ვახდენთ იმას, რაც აი მაგალითად ბევრ ადამიანს აწუხებს, ეს არის ნაადრევი დაბერება, ასე ვთქვათ, კანის დანაოჭება. და მარტივად რო შევაფასოთ და მარტივად რო ვთქვათ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზამთარშიც იქნას გამოყენებული მზის დამცავი, იმიტომ რომ არსებობს ულტრაისფერი ბესხივები, არსებობს ულტრაისფერი ასხივები. ნუ არის კიდევ ინფრაწითელი სხივი და ხილული სინათლე, ეგრეთ წოდებული visible light-ი, რომლებიც ასევე აი ზუსტად დანაოჭებაზე, ადრეულ დაბერებაზე არის პასუხისმგებელი. აი ამ სხივებიდან ულტრაისფერი ბესხივი გვხვდება უპირატესად ზაფხულის სეზონზე და ის არის პასუხისმგებელი კანის დამწრობაზე. ხოლო აი ულტრაისფერი ასხივი არის უკვე პასუხისმგებელი მაგალითად კიბოს განვითარებაზე და ასევე კანის ნაადრევ დაბერებაზე. ანუ ეს განაცხადებს ზამთრის მზის ზემოქმედებას ზაფხულისგან. აი მაგალითად ღრუბლიან ამინჩიც რატომ უნდა გამოვიყენოთ მზის დამცავი, იმიტომ რომ მზის დამცავი, რომელიც არის როგორც ადა ბესხივისგან, ასევე ასხივისგან დამცავი, ეს ასხივი, ულტრაისფერი ასხივი ღრუბლის გავლით დედამიწის ზედაპირამდე აღწევს. ანუ არ შეუულია ღრუბელს ის შეაჩეროს. აი თუ ბესხივს აჩერებს, ასხივს ვერ შეაჩერებს. ამიტომაც არის რომ ღრუბლიან ამინჩი ნაკლები ალბათობა რომ დავიწვათ, ხო? ანუ ღრუბლიან ამინჩი ნაკლებად იწვება ადამიანს. თუმცა ბევრი ადამიანისგან გვსმენია რომ ზუსტად ღრუბლიან ამინჩი ხოლმე დამწრობა. პირადად მე საკუთარ თავზე არასდროს გამომიცდია, მაგრამ მინახავს ადამიანები ეს ღრუბლიან ამინჩი, როდესაც წითლდებიან ხოლმე და საკმაოდ შემაწუხებელი. ნაკლებად არის, რისკი ნაკლებია. ანუ იმის თქმა მინდა რომ ულტრაისფერი ასხივი ღრუბლის გავლით აღწევს დედამიწის ზედაპირამდე და შესაბამისად ჩვენს კანამდე და კან გავლით, ანუ კანის გავლით ჩვენს ვისცერალურ ორგანოებამდეც და ანუ აზიანებს. ამიტომ არის რომ ზამთრის პერიოდშიც უნდა იქნას გამოყენებული მზის დამცავი და ასევე უნდა იქნას გამოყენებული სახლის პირობებშიც. მაგალითად ხშირად პაციენტს უკითხავს, რომ სახლიდან არ ვაპირებ გასვლას და უნდა წავისვა თუ არა, დიახ, კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ აი სახლის პირობებში უკვე გვხვდება ჩვენ ინფრაწითელი სხივი და visible light-ი, ანუ ხილული სინათლე. ეს რით არის გამოწვეული განათებები? ხო, აი მარტივად გასაგები რომ იყოს ძველი ნათურები ხო გახსოვთ, რომელიც ხურდებოდა. აი ის გამოსცემდა ინფრაწითელ სხივს და ახალი LED ნათურები რაც არის, LED ნათურა უფრო visible light-ზე არის ორიენტირებული, მაგიტომაც ხელი რომ მოვკიდოთ არ დაგვეწვება. აი ასე ვთქვათ, ინფრაწითელი სხივი არის ხურდება და სიმხურვალეს გამოყოფს, ამიტომაც ასევე ძალიან ბევრი ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სეზონია და მათ შორის ზამთრის კურორტებზე მეიქაპს, მაკიაჟს მაინც ატარებს ხოლმე. აი მეიქაპის ქვეშ რამდენად აუცილებელია წაისვა ადამიანმა სწორედ მზისგან დამცავი. დიახ, მნიშვნელოვანია რომ იქნას გამოყენებული, ან მაგალითად შეიძლება ეგრეთ წოდებული შეფერილს თუ იყენებს ადამიანი, რომელშიც მზის დამცავი ნივთიერება შედის, მაშინ ის ადეკვატურად დაიცავს და ზამთარი რადგან აღვნიშნეთ, ასევე არ უნდა დაგვაუწყოთ, აი ზამთრის კურორტებზე რატო ხდება ხოლმე დამწრობები. იქ პირდაპირ დასხივება ხომ არის და ასევე თოვლიდან ანარეკლის კი აი ეს როგორ მოქმედებს ჩვენი სახის კანზე და მაშინ როდესაც თოვლის ანარეკლი მზის სხივები ხდება ჩვენი სახის კანზე. თოვლიდან ანარეკლის სახით ჩვენს კანზე ხდება როგორც ულტრაისფერი სხივები,
ასევე visible light, ანუ ხილული სინათლე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზამთრის კურორტებზე აუცილებლად იქნას გამოყენებული მზის დამცავი და ხშირი შეკითხვა არის რამდენი, აი ემაუნთი, რა რაოდენობა უნდა იქნას გამოყენებული. 7 ჩაის კოვზის პრინციპი არის ხოლმე. 7 ჩაის კოვზი რას ნიშნავს? 1 ჩაის კოვზი სახეს, 1 ჩაის კოვზი ტორსი წინიდან, მესამე 1 ხელი, მეოთხე მეორე ხელი, მეხუთე 1 ფეხი, მეექვსე მეორე ფეხი და ზურგი 7. ზაზა, აქ ჩნდება შეკითხვა. 7 ჩაის კოვზის პრინციპი. თუ ჩვენ ზამთრის კურორტზე ვიმყოფებით და სრულიად დაფარულია ჩვენი ორგანიზმი გარდა სახის და კისრის მიდამოს. მარტო სახეზე. მხოლოდ სახეზე. კი, ტანსაცმელი გვიცავს, ტანსაცმლის შიგნით მზის დამცავის გამოყენება არ არის საჭირო. რაც ჩანს, აქ 7 კოვზის პრინციპი აღარ აქვს. აქ 7 კოვზი ხო, მაგალითად თუ ვართ მაგალითად ბაკურიან შენ გუდაუჭდევ სრიალებთ და გვიჩანს სახე, 1 კოვზის პრინციპი საკმარისია. თუმცა დამწრობა შეიძლება თუ არა მივიღოთ ზამთარში ზაზა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ ვიცავთ თავს უამრავია ასეთი შემთხვევები, რომ სახის დამწრობა ზამთრის პერიოდში სტატისტიკას რო გადავხედოთ, ყველაზე ხშირია სახის დამწრობა. სახის დამწრობა, იმიტომ რომ მარტო სახე უჩანთ და ეს როგორც ანარეკლი თოვლიდან, ასევე პირდაპირ დასხივების ვარიანტში ხდება ხოლმე და ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ზამთარში სათვალეებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თვალები ძალიან ზიანდება, აი ანარეკლიდანაც ძალიან ზიანდება და ხო როგორი სინათლე მოდის და ყოველთვის აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ სათვალეები უნდა იქნას გამოყენებული სრიალის დროს. თვალები, მაგრამ ამისთვის გვჭირდება გარკვეული საშუალებები და ნორევას ბრენდის პროდუქცია არის. აუცილებლად. წარმოდგენილი ჩვენთან, რას გვთავაზობს ეს ბრენდი, ვფიქრობ, რომ სოფო ყველაზე კარგად ისაუბრებს, გაგვაცნობს და მოგვაწვდის საჭირო ინფორმაცია. სოფო, მოგდავწოთ. მოგესალმებით, ნორევას ბერგასოლის ხაზის მზის განდამცავები წარმოდგენილია განახლებული სახით, რომელიც იყენებს ულტრათანამედროვე მზის განდამცავ ფილტრებს. კანს იცავს მზის UV და UVB გამოსხივებისგან და ასევე რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხილული ნათების და წითელი ნათებისგან. ფორმულები განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის და გამოიყენება ყველა ტიპის კანზე, მათ შორის ძალიან გრძნობიარეზე. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვადასხვა ტექსტურით აქვს პროდუქტები წარმოდგენილი და შეგვიძლია შევარჩიოთ როგორც ასაკის მიხედვით, ასევე ჩვენი კანის ტიპის და ფოტოტიპის მიხედვით. აი ასაკი ახსენეთ, რა ასაკიდან არის რეკომენდებული მათი გამოყენება, საინტერესოა აქვე ალბათ გაუჩნდება ჩვენს ტელემაყურებელს. პროდუქტები გათვლილია როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე 3 თვის ასაკიდან რეკომენდებულია საბავშვო მზის განდამცავების გამოყენება როგორც სახეზე, ასევე სხეულზე. რა არის მისი მთავარი უპირატესობა? ნორევას ბრენდის ირგვლივ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მის ასე ვთქვათ უპირატესობებზე, ძლიერ მხარეებზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ზამთარია და ზაზამაც და ჩვენც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი სახის კანის სწორედ წელიწადის ამ დროს, ცივ სეზონზე. ბუნებრივია, მაშინ როდესაც ვარჩევთ პროდუქციას, გვაინტერესებს ყველა ის ძლიერი მხარე, რომელთაც გამოირჩევა ხოლმე ესა თუ ის ბრენდი. ნორევას მზის განდამცავები გვთავაზობს მაქსიმალურ დაცვას, დაიცავს ჩვენ კავს პიგმენტური ლაქების გაჩენისგან, ასევე ნაადრევი დაბერებისგან და რაც კიდევ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, არაკომოდოგენური ფორმულებია და აქვს ხანგრძლივი 8 საათიანი დამატენიანებელი ეფექტი კანზე. ტექსტურები საკმაოდ ისეთია ჰაეროვანი, მსუბუქი, რომელიც მარტივად ნაწილდება, არ ტოვებს თეთრ კვალს და იწოვება ძალიან სწრაფად ტეტანისთანავე. გამიგია ესეთი რამ, რომ ზამთარში 30-ით SPF-ი საკმარისია. რამდენად რეალურია ეს მოსაზრება, თუ დავუშვათ კურორტებზე წასვლისას უკვე 50-იანი SPF-ი საჭირო ხდება. თვითონ რიცხვი SPF-ი ზოგჯერ არის დამაბნეველი ხოლმე. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მინიმუმ SPF 30 ან მეტი უნდა იქნას გამოყენებული, დამოკიდებულია კანის ტიპზე, ფოტოტიპზე უпростоრად. Fitzpatrick-ის კლასიფიკაცია არსებობს კანის ტიპების, 4-დან 6 ტიპამდე არჩევენ. პირველი და მეორე ტიპის კანი, ვისაც აქვს, რეკომენდებულია SPF 50 იქნას გამოყენებული. მესამე, მეოთხე ტიპს უკვე შეუძლია SPF 30 გამოიყენოს. აი ეს მარტივად რომ ვთქვა, ზაზად, ცხიმიანი კანისთვის, მშრალი კანისთვის, აი ესე გამსაზღვროთ თუ? არა, ამითი არ გამსაზღვროთ. მაგას გამსაზღვრავთ თვითონ შემადგენლობით, ნივთიერები როგორი ტიპის უნდა იყოს და აი SPF-ს გამსაზღვრავთ ფოტოტიპის მიხედვით. ანუ ვინც უფრო მარტივად რო ითქვას, ვინც უფრო ადვილად იწვება, მათ უნდა გამოიყენონ SPF 50, ვინც უფრო ნაკლებად იწვება SPF 30. თვითონ ეს რიცხვი რას ნიშნავს?
ეს სტანდარტიზირებული რიცხვია. მაგალითად, თუ ადამიანის კანი 15 წუთში ძის დამცავის გამოყენების გარეშე წითლდება და წვას იწყებს და ჩვენ გამოვიყენებთ SPF 30-იან მზის დამცავს, ეს 30 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მაგდენი ხნით გადაავადებს დამწრობას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგდენი ხანი არ უნდა გამოვიყენოთ. ანუ სტანდარტიზირებული რიცხვია ეს და უბრალოდ პირობითად არის აღებული. ამიტომ თვითონ ზოგადად რო ვიცოდეთ. თუ მაგალითად 30 წუთში იწყებს კანი დამწრობას და გამოვიყენებთ 50-იან მზის დამცავს, 50-ს ვამრავლებთ 30-ზე, რამდენი გამოდის? 150, ხო? 150 წუთით გადავადდება ეს დამწრობა. ანუ 150 წუთი იცავს. ოღონდ კიდევ ერთხელ ეს არის პირობითი. ესე იგი ის რომ 15, 30 და 50-იანი SPF-ი თითქოს ერთი და იგივე შედეგს იძლევა, ასე ვთქვათ. და ამის შესახებ არაერთი ინფორმაცია მინახავს, მაგრამ როგორც მივხვდი, ეს არ არის სწორი. თვითონ პროცენტულობას რო გადავხედოთ დაახლოებით როგორ არის? იცით, SPF 30-იანი იცავს 96%-ით, SPF 50-იანი იცავს 97-18%-ით, ანუ ცოტათი მეტით. და აი SPF 50-ზე მეტი გინახავთ ალბათ SPF 100-იანი. ხო? ეს მარკეტინგული ხრიკია, კი, ანუ SPF 100-იანი და 100%-ით დაიცვას, ესეთი რაღაც არ არსებობს. ამიტომ არის, რომ ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც უშვებენ ადამიანები, პირველი არასწორი ემაუნთი, ანუ რაოდენობა, რასაც იყენებენ, აი როგორც გითხარით, 7 კოუზის პრინციპით. ხო, ანუ 7 კოუზის პრინციპია საჭირო, მაგალითად თუ ვართ სიტყვაზე აუზზე ან ზღვაზე და მარტო საცურაო კოსტიუმი აცვია ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა სოფო, მადლობა ზაზას. მივიღეთ რჩევები განსაკუთრებით ამ სეზონზე.